ჩემი დღევანდელი გეგმა არის მოვკლათ კერდი, დელტები და ხელები თავიდან ბოლომდე ვაფშე ტრიცეპსი, ბიცეპსი და თან კარდიო გავუშვათ რა. ნენელა დავიწყოთ ეხლა მზადება იდეაში, რასაც ვაკეთებ ხოლმე უეჭველი ვარჯიშამდე. პირველი რასაც ვსვამ რა, აბეის ფამს, რომელიც იმენაი ძალიან გაგისწორა აი ვარჯიში, აი ფამფი თუ გევასება, დარბაში ესე რომ თქვა ფლექსალობა, იმენა აი ეს მაგრად გაგისწორდება, ისე გიბერავს, კაროჩე, ყველაფერს რა ვიცი. ერთი სკუპი, ან სკუპ ნახევარი გავუშვათ რა. ნუ სანამ ეხა ამებს დავავლევ ისა, რავი თან მოვყვები რა ჩემ გამოცდილებაზე, ასე თუ ისე რაღაცა გამოცდილება მაქვს დაგროვებული რა. თან აურიოთ მოდი ეხა ისა. ავანჩხრიოთ კარგად რა. თან მოვყვეთ. ნუ ესე აი 20 წლის ვარ. ასე რომ თქვა დარბაში დავიწყე 7 წელი და 4 თვეა რა უკვე რაც ვარჯიშობ დარბაში რა. და რა ვიცი დარბაზი არის ჩემი მეორე სახლი იმენა რა. აი ამებს თუ ხედავთ ეხა ისინი ყველაფერი არის ჩემი იმენა სამფლობელო რა და მე კიდე ამას განახებთ უკეთ რა. რა ვიცი ყველანაირი ტექნიკა მისია, ყველანაირი რა. ხალხი არის რომელიც ისჩვენებს და ვარჯიშობს ეგეც მისია, ისეც მისია რა და ჩემ თავზე კაროჩე აი ბოლოს როდის დავიშვენე იმენა არ მახსოვს რა. იმიტომ რომ ვერ ჩერდები ეხა ეს სახში დარბაში ვარ წავიდე ვივარჯიშო. შანსი არ არის იმენა რა. დღეს უნდა დაიწყო დემეტრის, მაგრამ ფიტმასმა არა ვარ. ესო ფორმაში არა ვარ. მაგრამ იდეაში ჩემი გეგმა არის რომ კაკ მინიმუმ ეხა ეს შემდეგი 2 თვე საკაიფოდ მოვიმატო კულტური მასა რა. კლავჭიდით მევასება, კლავჭიდით ვარჯიშობ, მაგრამ საფქუნი მოდის ისა ცოტა რაღაც 90 კილო ვარ და ცხიმი მაქვს ცოტა, აი ისა მაქვს ცხიმი რა. ნახოთ აბა რა იქნება რა. ნუ დარბაზის გარდა ეხა სხვა რაღაცეებიც არის, ასუ დარბაზე და ვარჯიშზე არ ახარა კონცენტრირებული, მაგრამ აი ჩემი გენეტიკური პლუსი რაც არის, რაც შემიძლია თქვა და რაც მივხვდი არის წელი, განიერი და მხრები რა. აი მხრები რომ მევასება, მხრების კეთება. ნახოთ აი ბოდიბილდინგშიც მინდოდა გამოსვლა. და იდეაში თავიდან დარბაზი რო დავიწყე, მაგრად მევასებოდა ეს ბოდიბილდინგი, აი ძალიან რა იმენა რა. რაც კვებები მაქვს ნასტელი, ვარჯიშები ისა რა. ნახოთ რა მაგას თავი ვერ მოვავი ეხა მაგაზე რო გავშალოთ ემა საქართველოში ბოდიბილდინგი არაფერი არ არის. იმენა მართლა ფულიანების სპორტია რა, იმიტომ რომ პლუს ვერაფერს ვერ ნახულობ, ერთი შენი ეგო რო დააკმაყოფილო მარტო ეგ არის რა. ნახოთ შეიძლება ეგეც იყოს რა. ყოველ შემთხვევაში ახლა აი როგორ ფორმაში ვარ რა, მე დარბაშიც ფამზე გადავიღებ რა. და იდეაში შემდეგი 2 თვე რაც იქნება მინდა რომ ვაფშე რა ფორმაც გქონდა, ყველაზე მაგარი ფორმა მქონდეს და ძალიან მშრალი ვიყო რა. მშრალი ყოფილა საკაიფოდ, მაგრამ ისე არა რომ აი რა ხოვაზე ხარ, აი მე რაც მევასება, ეგრე არ ყოფილა რა. აი ნახოთ აბა ეხაც კარგად ამაქვს ეს კულტური მასა, მაგრამ აი შემდეგი 2 თვე აპრილ-მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ფიქრობ რომ მინდა საუკეთესო ფორმა იქნება რაც მქონია ოდესმე რა. ნახოთ ახლა რა. ეს გამოვრეცხოთ ახლა და დავაი. რასაც ასევე ვარჯიშის დროს სვამ არის ამინოები, კრეატინი და გლუტამინი. თავად ახლა ხო კრეატინსაც სვამ სადღაც
დღეში ეხა 15 გრამს ვამ რა. შვილება ცოტა მეტია, მაგრამ არა უშავს ეგ არაფერი. არ მომკლავს. და ყველაზე მაგარი დანამატი ყოფში რაც უდრის მიღია. მინიმალ პაკი. იმინაი რა ვიცი. ესე იგი წყალში ხსნადი არაფერი არა, ტაბლეტები ადრე რო ვიყიდე წყალში ხსნადი მიყონა რა და გასწორებულში ვიყავი რა და ტაბლეტები არის, მაგრამ იმინაი გზნობ რომ მაგარ ენერგიაზე მოყავხარ რა იმინა რა ყველანაირი ვიტამინი ახლა ვაფშე რაც არსებობს დედამიწაზე რა. ანუ ეხა ჩავიცმე, მომემზადები, ჩავალაგებ და Давай, миди, брат. Давай. Давай, მინა. ყველაზე დიდი კაცი დარბაზში. Давай. იმეა ცხენის ფეხები არის. Чачиме? Кислевდება და. Саго მოთხოვში. ეს აგვისტის თვალი გამოვა. ზურგი? Саго. Ათეუში. დღევანდელი ვარჯიში მორჩა. So. კაი ფამფიც მაგ კარგადაც ვივარჯიშე, ერთი კარდიო და ეგ არის. აბა, თქვენ